მოგზაურობა ხელნაწერთა სამყაროში ამ სახელწოდების საგანმანათლებლო პროგრამა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაწესებულება ერთი კვირის განმავლობაში ბავშვთა სახლების 100-მდე აღსაზრდელ სუმას პინძლებს. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უძველეს ხელნაწერებს და მონაწილეობა მიიღონ მასალის დამუშავებაში. გარკვეული დავალებების საფუძველზე კი ახალგაზრდები ხელნაწერის რესტავრაცია, კონსერვაციასა და დიგიტალიზაციასაც მოახდენენ. პროექტი მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება და 25 მაისამდე გაგრძელდება. ჩვენი სტუმრები ნახავენ საგამოფენო დარბაზს, შესაძლებელი ნახონ ივანე ჯავახიშვილის მემორიალური კაბინეტი, დიგიტალიზაციის ლაბორატორია და რესტავრაციის ლაბორატორია. ოღონდ ეს ყველაფერი არ მოხდება მექანიკურად. ეს პროგრამა ხელს შეუწყობს, რომ ხელნაწერების შესახებ გაიგონ არა ლექციით და მონოტონური საუბრით, რაც როგორც წესი ბავშვი თქვენს არ მიყვება, არამედ შეიტყონ თამაშით, რომელიც ფიქრობთ, რომ არ დაავწყდებათ. მე ვიმყოფები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, აქ ყოფნა ძალიან საინტერესოა, ჩვენ გავეცანით ბევრ ძველ ხელნაწერს და იმედია საინტერესოდ გავატარებთ დროს.